ჩვენ გვინდოდა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ გვინდოდა წევრობა და ჩვენ რო თქვით უარი, ბუნებრივი იქიდან კარგი რაფრი აღარ იქნება. უარი არ გვითქვა. რაც ქართულოს ნარკობახიზან თქვა, ეს უარია შინაარსობრივად. ჩვენ არ შემოვიტანთ განაცხადს, თქვენ რომ სამსახური გინდოდეთ ახალი, მე ხო არ უნდა გძდიოთ, ანუ თქვენ თუ გინდათ. არა, აგერ არის დოკუმენტი და გვიდგა მოვაწერთო ხელს, არ არის პრობლემა. ეს ხარ ითვისაც კარგი, ხა ეს ისთვის გაკეთდა და მაშინ ხო ვიცით, რომ ეს რაღაცა შანტაჟად აღიქვამდა ამას ხელისუფლება. ნუ ეს რაც ამბობს მოტივი, მაგრამ რომ სწორი იყოს, არასწორი იყოს, ხო ჩვენი მხრიდან გავაჩერეთ ეს. ამიტომ იქიდან რომ რაღაც სიკეთე არ წამოვიდოდა ეს. მეორე ნაწილია რომ რაღაცები რა წერია, მეც მგონია რომ უბრალოდ როგორც მინიმუმ ევროპული ბიუროკრატიის არაინფორმირებულობაზე მიუთითებს. ეხლა შეიძლება ქართულოს თემას დაარქვას რაღაც ბოროტი განზრახვებით აღწეროს, მაგრამ უბრალოდ აი რაღაცნაირად აი არაფშვაში არის. მათ შორის პრიორიტეტების ნაწილში. აი 1-10 გვერდი იყო თუ არ მეშლება LGBT რაღაც უფლებებზე. შეიძლება მათი გადმოსახედიდან ჩვენთან ქვეყანაში ეს არ იყოს რაღაც კარგად მოწესრიგებული, თუმცა ესეთ ქართულოს თემა იყო პიონერი ამ საკითხში. ყველაზე წინ გარბოდა თელ ოპოზიციას შედარებით ამ პუნქტების შესრულებლად. და აქებდნენ ხალხს რომ რასტრაფად შეასრულეთ 12 პუნქტი იყო პირველი ეს შეასრულეს მე მგონი ერთ თვეში დარჩენი არ შეუსრულებდა ეს შეასრულეს უცბად ნასუშვილი იყო მე მგონი ან ნასუშვილი აქებდა ქართულოს თემას რომ რა კარგად ვიმუშავეთო ამიტომ ამ ანგარიშის პრობლემა თავარი ის არის რომ აი ჩვენთან რა ხდება არიციან მათ შორის იმიტომ არიციან რომ ინფორმაციის წყარო არის აი ეს ჩვენი უცნაური ოპოზიცია რომელსაც მე ნახევარი მოსყიდული მგონია და ნახევარი სულელი იშვიათი გამონაკლისების გარდა მაგას დავავს ქართული ოცნება რომ ინფორმაციას აწვდიან არასწორს და რაღაცა ცხადია მაგრამ ჯერ ქვეყანას არ ყევენო საგარეო კუთხითაც ჩემგან განსხვავებით ქართულოს თემა მთელი დიპლომატიური კორპუსი აქვს 10 ჯერ მეტი რესურსი აქვს ვიდრე ოპოზიციას ამიტომ მიაწოდოს იმუშაონ კი ბატონო ევრონესტი რო იყო და რო აღარ წავიდნენ რავი თუ შენ ხარ ეს სიმართლეა წავიდა დებატე ამ საპარლამენტო ასამბლეაზე. როგორც საქართველოში არ დებატობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ისე არ დებატობენ სხვა პლატფორმებზე ევროპელ მეგობრებთან. უკვე მეგობრებიცაც ვეღარ დაუძახებთ ხო ამ რეალობაში, ხო? ასე გამოდის. ღმერთ მეცის ვინ რას ამბობს, მაგრამ საბოლოო ჯამში მათთან უნდა იმუშავა ქართულ ოცნებას. ეხდებით, მე შემიძლია არ შემეძლო 700 ევროპარლამენტარის აზრი შემეცვალა. უბრალოდ იმიტომ რომ რესურსი მაქვს ცოტა, მაგრამ ამდენი ელჩი რო ყავს, ათობით და ასობით დიპლომატი ყავს, უზარმაზარი ფული, ჩადიდე ელაპარაკე. იქ იქნება იქ პრორუსების არიან და პროამერიკელებიც, მიშისტები და ანტიმიშისტები. ყველანაირი ხალხია იქ. უბრალოდ ძალიან ცოტა საღელებს საქართველოს და რადგან ოპოზიცია ემუშავება. და ჩვენთან ჩანს ახლა ეს კი, და ჩვენთან ეს ჩანს. ძალიან გავერლა და